მუშაობდი Libre-ში 24 საათიან გრაფიკზე 2 თვე ჩემს სმენაში მუშაობდი ჩვეულებრივ რეჟიმში. შემდგომ ზოგი თანამშრომელი ცუდად ხდებოდა ზოგს, ვინ უხდებოდა ცუდად ზოგს, ვინ მენეჯერი მაძარებდა რომ ღამეები გადამება დილის 10-ზე სმენას ვიცვლიდი 12-ზე მაინც სახლში ვიყავი 6-ზე ისევ სმენაში უნდა ყოფილიყავი რომ ღამეები გადამება ვეღარ ვაზროვნებდი რომ მოვდიოდი სამუშაოზე დილით სრულყოფილად არ ხვდებოდა დარბაზი შევსილი დაიწყებოდა მომხმარებლის თვალწინ მოლარე კონსულტანტების ჯგუფს შემდგომ ავდექი და განცხადების გარეშე წამოვედი და მენეჯერმა საბუთი გამიფუჭა და ვეღარსად ვიწყებ ქსელურ მაღაზიაში დასაქმებას. ასევეა სპარი 5 წლის უკან მუშაობდი სპარში დავწერე განცხადება იმ მიზეზით რომ იქაც ყოველ მეორე დღეს 24 საათიანებს მამუშავებდა. სპარში დავწერე განცხადება, რომ წამოვედი, მაგრამ რეგიონალურმა მაინც გამიფუჭა საბუთი. Libre-ში კი აუტანელი პირობები იყო. ეხლა შეიცვალა მენეჯერი სპარში, მაგრამ არ მღებულობენ სამდღეში ერთხელ. რეგიონალური არ მღებულობს, რომ შეიძლება როგორ შეიძლება დავიწყო მუშაობა. დავრეკეთ ხაზზეც და მაინც არ მღებულობენ. ცდილობს ადამიანი მუშაობა. ეხლა რასაც წერს, როგორ შეიძლება დაიწყოთ მუშაობა მაგაზე ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი, მაგრამ რასაც წერთ, რომ ესე იგი 24 საათი გამუშავებდნენ, სხვის მაგივრადაც გამუშავებენ, გაუსაძრისი პირობები, ანუ ადამიანი წერს ისე ამუშავებდნენ, ვერ ვაზროვნებდი, ხო? ადამიანმა თუ არ გამოიძინა, ხო? ეს ეხა ექიმები თუ გვისმენენ, არის, ხო? უძილობა ადამიანის ორგანიზმს ანგრევს. რა თქმა უნდა. ეგ აი მაგაზე დიდი მტერი ადამიანის ორგანიზმს ალბათ რა ვიცი. ეს არის ადამიანის დამანგრეველი, ხო, ადამიანმა არის რაღაცა მინიმალური ამდენი საათი უნდა იძინოს, უნდა დაისვენოს, იმიტომ რომ როცა ფიზიკურად მუშაობ, მე აღდგენას დრო ჭირდება, ხო, უნდა მიიღო საკვები, უნდა მიიღო წყალი, უნდა დაისვენო, რომ ძარები აღდგეს. ადამიანი წერს, რომ ისეთი გრაფიკი ქონდა, ისე ამუშავებდნენ, რაც შეუძლებელია ხელშეკრულებაში ეწეროს, ხო? შეუძლებელია ესეთი რაღაცა ხელშეკრულებაში, ამის უფლება არ აქვს, ვერ ჩაგიწერს, ხო, მაგრამ ერთია რა გიწერია, მეორეა რაც გაკეთებინებენ. ანუ ეს არის პრაქტიკულად ექსპლუატაცია. ზუსტად ამაზე ვლაპარაკობ, ჩემო კარგო, ამ ქვეყანას რომ პატრონი ყავდეს, ჯერ ერთი ის ვერ გაბედავდა, თქვენი დამსაქმებელი Libre იქნებოდა სპარი თუ რომელიც გინდა იყოს, ქვეყანას რომ პატრონი ყავდეს, ის ამას ვერ გაბედავდა, იმიტომ რომ ამ ყველაფრის გამო მას დაუწერდნენ იმხელა ჯარიმას, რომ მეორედ მაგას აღარ იზამდა. ის რო გრძნობს რომ ქვეყანას პატრონი არ ყავს და შეუძლია მოქალაქეს ესე მოექცეს, იმიტომ გექცევა ესე. ამაზე ვლაპარაკობდით ზუსტად რომ და ხელისუფლებას მიმართავ ზუსტად რომ ევროპიდან რომ გადმოიღებთ ხოლმე რაღაცეებს, კანონები გაქვთ მიღებული ანტიდისკრიმინაციული ამის უფლებების, იმის უფლებების და ამ ყველაფერმა სინამდვილეში სახელმწიფო რო ხელიდან გამოგვაცალა, მაგაში კი ნუ ბაძავთ, იმ ევროპაში კარგი რაღაცეები ცხდება, კაცო. კარგი არის მაგალითად, რასაც ეხა აგერ ადამიანი წერს, ხო, იქაც შეიძლება იყოს დარღვევა, რა თქმა უნდა, ეხა იმას კი არ ვამბობ, რომ ევროპაში დანაშაული არ ხდება, მაგრამ მექანიზმი არის იქ გამართული, ეხა ამ ადამიანს, იქ ესეთ ადამიანს თუ ესეთ რაღაც ესე ექცევა დამსაქმებელი მოქალაქეს, იმ მოქალაქემ იცის რომ უნდა მიმართოს შესაბამის უწყებას და მოხდება რეაგირება. დამსაქმებელმაც იცის რომ არსებობს ესეთი უწყება, რომელსაც ეს ადამიანი მიმართავს და ამის გამო მას დააჯარიმებენ. შესაბამისად იქ დაცულია ადამიანი. ეგ საქართველოში ეგ უწყება სად არის იცი? ეგ უწყება უბრალოდ ფორმალურად არსებობს, ალბათ, მაგრამ აი როგორც ექცევიან მოქალაქეებს და აგერ კომენტარს როწერს ადამიანი, ეგ მეტყველებს ის რამდენად ეფექტურად მუშაობს. და რატო არ მუშაობს? ანუ ეგ უწყება არის ჯანდაცვის სამინისტროში არის შეტანილი. აი, შრომის უფლებები, ალბათ არის რაღაცა ოდიში და კანტორა, სადაც ვიღაცეების ხედან, რამდენად თავის მისმეც არაფერს აკეთებენ და კაბინეტიდან კაბინეტში და იქ ჭორაობის რო აბა იქ ფასდაკრება იქნება ამ ფეხსაცმელზე და ისა და ამის მეც რო არაფერს აკეთებენ. მდგომარეობა არის აი ეს. ხდება, ეგ არა მარტო საჯარო სამსახურში საერთოდ ეგ ხდება. ანუ მეტი არაფერი არ ხდება. ჩემი ისა რაღაც ახლობელი მომიყვანე დამისვი, ყავა დავლიეთ, სიგარეტი მოწევი. ცალკე იყოს მაინც არ იმუშაობდა. როგორ უნდა იმუშაოს, როცა ეს თლიანად ეს სისტემა, ეს საღვაწო სისტემა. თუ გინდა ნებისმიერი რამე აიღე ამ ქვეყანაში, ყველაფერი არის ან ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, ან ნაციონალთან, რომელიც ისინიც ერთად არიან რა. ერთად აკეთებენ ფულს და რა თქმა უნდა თავისთვის იმუშავებენ ყველაფერი და შენ მაგრამ ინსტიტუციურად ეხა ადამიანი რომელიც მუშაობს და ეგ ამ ქალბატონმაც უნდა იცოდეს და საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს. თქვენ როდესაც მუშაობთ და შრომობთ, თქვენ იმსახურებთ სოციალურ გარანტიებს და იმსახურებთ სათანადო სამუშაო პირობებს.
ამისათვის საქართველოში არსებობს შრომის კოდექსი, რომელზეც არც მუშაობს, არც ერთი მთავრობა, არც მანამდე არ მუშაობდნენ, არც ეხლა და არც ერთხელ არ ყოფილა მოსახლეობის მოთხოვნა, რომ დარეგულირდეს და გასწორდეს შრომის კოდექსი და მინიმალური ხელფასი ჩაიწეროს, ადამიანის ღირსების დაცვა მოხერხებადი იყოს, შრომის კოდექსში უნდა იყოს ეს კარგად ასახული და ის უწყება შეტენილი რო არის ჯანდაცვის სამინისტროში, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, არც ერთ მინისტრს არ უნდა ექვემდებარებოდეს სხვა მინისტრს. და უნდა კონდეს ერთადერთი ინტერესი, რომ შრომელი ადამიანის უფლებები დაიცვას და დიდ კორპორაციას და პატარა კომპანიას ორივეს ერთნაირად უნდა ეშინოდეს თუნდაც დამლაგებლის უფლებების დარღვევის, იმიტომ რომ ყველას ერთნაირად დააჯარიმებს ეს უწყება. და სხვა ესე უნდა იყოს, მაგრამ ესეა ევროპაში ჯაბამ რაც ახსენა. იქ არსებობს ეს შრომის კოდექსი, არსებობს ცალკე ეს უწყება, რომელიც ამ შრომის კოდექსს ოპერირებს და იცავს ყველა მშრომელი ადამიანის უფლებებს და ეს რომ მოხდეს, კიდევ ერთი რამე არის გასაკეთებელი. კოოპერატივები, რო ყავთ ერთი ადამიანის პეტრიაშვილი, ისევ დირექტორი, 20 წელია ეს ადამიანი, რა ვიცი, ერთხელ გააკეთა გაფიცვისკენ მოწოდება ადამიანმა, ისაც ევროპას გვართმევენ მაგ მიმართულებით, რა. მართლა, ხო და რა ვიცი, ამ მიმართულებით არის სისტემური მუშაობა თუ იქნება, ანუ აი ეს არის საჭირო. პოლიტიკური ჯგუფი გჭირდებათ ისეთი, რომელიც ამას დაგიორგანიზებთ. ქართული ოცნება, რომელიც დაკომპლექტებულია იმ ხალხით, ვისაც თქვენი ექსპლუატაციის ინტერესი აქვს, იმიტომ რომ თვითონ ბიზნესმენია, ის რატო გაგიზრდის შენ შრომის უფლებებს? იმიტომ რომ თვითონ გასაქმებს და თვითონ იღებს შენგან სარგებელს, ხო? თქვენ გჭირდებათ ისეთი ხალხი, რომელიც თქვენაირად ცხოვრობს და არა რომელიც თქვენი ხარჯზე ცხოვრობს. აი ეს არის სინამდვილეში გამოსავალი.